ყველა არის არა მე რო გითხარით რომ ისა რა ქვია პატრიარქს არ უთქვია ეს რომ იძახიან მეთქი ესენა ეს უთხარი და რა გავაკეთო თუ მოძღვარი არ უჯერებსო ამ სიტყვაზე და ის არის გაუკეთურებული რა უშუალოდ მე პატრიარქმა რა თქვაო რა თქმა უნდა ეს აბსოლუტური უეჭველობა რა პატრიარქმა თქვა სრული უეჭველობით და შენ შეგიძლია მამა უთხრა რომ მეუფე თეოდორეს და მამა გიორგის უწყებით მე ისინი ჩავაყენე საქმის კურსში მათგან არის ეს ინფორმაცია და ეს აბსოლუტურად უთხოვარი ინფორმაცია ვინც ამაში დაუშვათ მე მთulis რომ ამ ტყუილს რაღაცა ის შეურაცხყოფს ამ პიროვნებას თუ არ ჯერათ დაურეკეთ აგერა მამა გიორგი შეგიძლია დაალაპარაკო და ყველაფერი მამა გიორგი არაფერში არავითარ შემთხვევაში ვარს არ გეტყვის თვითონვე ეტყვის ამას თუნდა და მე ვეტყვი მეუფეს რეგიონს ახლა ურეკავ მაგას ხო მაგრამ ჯერ შენ თბილისში უნდა მონათლო მაინც იმიტომ აქ არის ეს ხა რაც შეეხება ეპიდემიას შენსაც ეხლა ეს სწორი მითხრა რა ამ მეუფეოსები არ თulis ამ მონენას თუმილებად და რა როგორ შევაგნები მაშინ იმის განკვეთის საკითხი უნდა დაისვათ ეხლა ამათ არ უნდათ ეს ამვითარების ასე გართულება და ამ ეტაპზე რახან ეს ვითარება თვითონ შეუძლია თავის თავს დაუწესოს რაღაცა ეს არის ზოგადად რა თქმა უნდა ჯობია ხომ დაგიგი მოძღვარი ვინაა შენი აი მამარკოზე იყო ჩემ წინო სამეკვირა რომელიც იძახის რომ არაფერი არ არის მე რას თვითხოვდი ეხლა თან რას მეუბნებოდი მე უფრე აი მზადა ვარ ჩემი დანაშაულს განვიცდი და გთხოვთ მეთქი რომ გეუბნება არაა დანაშაულია და ამიტომ თან არა გეხოცები დამაქვემდებარეთ რაც მეკუთვნის ეკლესიის მე ყველაფერთვის მზადა ვარ მეთქი რა ესმის მამო შენი ძალიან და მოდი მაშინ ასე გავაკეთოთ რომ მე უნდა აუხსნა გემ უფეს რომ ესა უმძიმესი დანაშაული და ახლა ამის თქმა მინდა ზუსტად მასთან ნახოთ რა სიტყვის მე რა მოდი რა გეცილე და ეგ ნომერს გეტყვით ახლა არა ხო დავრეკე ახლა მიპასუხა ესე იგი იღებს და 599 15 77 67 რატომღაც არ იმაშებიან რა ქვია არანაირ რეაგირებას არ აკეთებ პირიქით ხელსაფარებენ ესეთ არასწორ ნაცვლობას რა ეს საიდან გაიგე რომ არ იჯერებენ ამას იქ ხარ დასულხარ სად მეუფეს ჩემ პირველ რიგში მეუფესთან მივედი და არა ეხლა რომ უწმინდეს ასე არ გეტყვით მეუფე გვაკურთხეთ ედიშერი ვარ ჭელიძე გამარჯობა მეუფე რა ვიცი არ ამიშად როგორ ახალ მეუფე კარგახანია შეხედრება მეუფე რაზე გირეკავთ ჩვენ აქ სერიოზული უაღრესად სერიოზული განხილვა შედგა მამა მოსე თქვენი ეპარქიის ღვთლის საკითხისა რომელიც 4-ჯერ არის თაფლით ნათლავდა უწმინდესთან ეს საკითხი დავაყენეთ მეუფე თეოდორესთან ერთად განხილული იქნა ეს საკითხი და უწმინდესმა მიიღო აბსოლუტურად კატეგორიული გადაწყვეტილება რომ ყველა ეს ადამიანი თუ რომლის მოძიებაც შესაძლებელი გახდება აუცილებლად თავიდან უნდა მოინათლოს მამა მოსეს მიეცა ეს კატეგორიულად ეს გაფრთხილება რომ ასე გააკეთოს მან მაგრამ ამავე დროს არის ვალდებულება რომ ამ პიროვნებას ამგვარი მოქმედების ჩადენის გამო უნდა დაედოს ეპიდემია და ანუ სასჯელი ეს სასჯელი თქვენ უნდა დაადოთ ხო არ ვიცი არ უთქვამს ნათლობების გამო თქო კითხო არა ამ შეიძლება გქონდეს ეპიდემია მეუფე მაგრამ ამაზეც რომ დამატებით დაადოთ თუ რამეზე სხვაზე აქვს სხვა მაგრამ ამაზეც აუცილებლად უნდა დაადოთ იმიტომ უწმინდესის განჩინება ზუსტად ასეთია და მე არ ვიცი ახლა სხვაზე რაზე აქვს ასე არ ჩავძიებიო მაგრამ ამაზე აუცილებლად ეკუთვნის ეპიდემია და როცა თქვენთან ჩამოვა აუცილებლად იქნება ამაზე ყურადღება გქონდეთ გამახვილებული თქვენ შემოგევლეთ რა